აბა კიდე 10 კაცი. კიდე ვერჩი. კიდე ეხლა ვართ 92 ხო? თუ სწორად ხედავ? 93. თითქოს შეწყდა ესა. მოსაცდელში. ხო, კარგი, დავიწყოთ, აბა და თუ კიდევ ვინმე გამოჩნდება? ეს რა ჩემი ეს რა ხმარი? არა. კარგით, ესე იგი ჩემი ხმა გესმით, ხო? ძალიან კარგი. ხო, აბა დავიწყოთ, აბა კითხვები გაქვთ რაღაცა ცოტა ისეთი კითხვებიც არის, რომ ძალიან ხშირი, მოიცა ჯერ მეგეტყვით რაღაცას, რომ ესე იგი ხშირია კითხვები ძალიან, რომ ეს თვლადი სიმრავლეების თვისებები და რამდენიმე თვისება არისო, რას ნიშნავსო და თან ვერ ვნახეო იძახიან და ვერ ვნახე ხა რა ვიცი 6 ლექციაა სულ და თანაც ეს ბოლოში იყო. მოკლედ მე-6 ლექციაში არის თვლადი ერთ ისე აქვს მოწერილი, რომ თვლადი საერთოდ არ აქვს და სიმრავლის თვისებები რამდენიმე თვისებაა და ეს ვერ ვნახეო. თვლადი არის იქ მთავარი ცნება, თვლადის სიმრავლის თვისებები. თვლადი, ეს არის ბოლო ლექციაში არის რამდენიმე თეორემა იქა და თითოეული თეორემა თვისება, აბა რა არის ახლა თუ მართკუთხა სამკუთხედის თვისება არ არის ისა, რომ კათეტების კვადრატების ჯამი უდის ხო, ჰიპოტენუზის კვადრატს. ხო, თითოეული იქ როა თეორემები, მაგალითად, თვლად სიმრავლეთა სასრული გაერთიანება თვლადია. არის ასე თეორემა, თვლად სიმრავლეთა თვლადი გაერთიანება თვლადია და ასე ეს თეორემებია. არის ასე რომ ნებისმიერი უსასრულო სიმრავლე შეიცავს თვლად სიმრავლეს. აი ამ თეორემებზეა ლაპარაკი. თვლადი სიმრავლე თვისებები, რამდენიმე თვისება. რასად უნდა ნახოთ? უნდა ნახოთ თვლადი სიმრავლე, სადაც შემოვიდა ცნება, ეგ არის ბოლო ლექციაში და ნახავთ იქ ამ თეორემები რაც არის მის შესახებ. ნებისმიერი შეიძლება შეგხვდეთ. რამდენიმე თვისება ხა ყველა ერთად კი არ შეგხვდება. ხო, ეგა კიდე რა იყო ეს რაღაცებს წერენ სათითაოდ. ეხლა მე ბოდიშს კი მოგიხდით, მაგრამ ეხლა სათითაოდ ფოსტას ვერ ვპასუხობ ეხლა, იმიტომ რომ შეუძლებელია ეხლა იმდენი თანაც ერთი რო უპასუხე რაღაცა. მე კიდე რაღაცას პასუხობს. ეხლა საერთოდ ზოგიერთ არ უნდა წაიკითხოს ლექცია და ისე რაღაცა ისე გაიგოს პირდაპირ რაღაცა ძალიან მოკლედ. ის მასალა იქ უნდა წაიკითხოთ ლექციიდან და რა ვიცი ახლა. ხო, მე რაღაცას კიდე მეკითხება და ეხლა კი ბატონო დიდი სიამოვნებით, მაგრამ ეხლა 293 სტუდენტია, ხო? ის უკაცრავად ვიღაც ჩემ მეგობარს აქვს გამოგზავნილი ის შემოსვლის მოთხოვნა და რომ დავსტუდოთ. ხო, კი ბატონო, არა პრობლემა. თავარია პროგრამამ შემოუშვას, თორე მე
დიდი სიამოვნებით. ხო, კი შემახსენეთ ხოთაშვილის ახლა მე შეიძლება გავერთო თქვენთან საუბარში და იქ ვერ შევა თუ შეატყოთ ის. იქა მითხარით რომ შემოსაშვები არის და შემოუშვებ არ არის პრობლემა. ხო, ესეთი კიდე რა ვიცი რა კითხვები იყო. აბა თქვენ სამკითხეთ, აბა ხო, ზოგი იყო ახლა ასე რომ ისაო იქ ის რო არის საკითხი რო არის მაგალითად იქ ერთი საკითხი იქ დამტკიცებაზე საკითხებში წერია რომ კანტორ ბერნშტეინის თეორემის გამოყენებით დაამტკიცეთ რომ რომელიმე ფიგურა ერთი ფიგურა სიბრტყეზე ან სივრცეში არის ტოლფასი მეორე ფიგურისა იქაც სიბრტყეზე ან სივრცეში. სიბრტყეზე ან სივრცეში ნიშნავს რომ ზოგს მოუვა სიბრტყეზე, ზოგს მოუვა სივრცეში. ზოგს მოუვა ეს ფიგურა, ზოგს მოუვა ის ფიგურა. ხა ფიგურები ერთი და იგივე საკითხი არ იქნება ბილეთში, მაგრამ ერთი და იგივე იქნება პრინციპი. რაც იქნება ერთი და იგივე ის წერია. ყველას მოუვა ესა რომ კანტორ ბერნშტეინის თეორემის დაამტკიცეთ. და იქნება თქვათ რაღაცა, მაგალითად მართკუთხა პარალელეპიპედი ტოლფასია, იქ ტეტრაედრი თქვათ, ხო, პირამიდა. ხო, სხვადასხვა ის არის, მაგრამ მათ შორის რო არსებობს ბიექცია. ზოგ შეხვდება ეს ფიგურა, ის ფიგურა, ზოგ შეხვდება თქვათ სიბრტყეზე, მაგალითად ნახევარწრე ტოლფასია, თქვათ კვადრატის ერთი და იგივე მსჯელობა მიდის ყველგან ძალიან მსგავსია ხა ერთი და იგივე სიტყვები თვითონ ფიგურების სახელები იქნება განსხვავება და ხო და ესო ახლა მეკითხება ახლა რომ ესო აქ რაც წერიაო აქაცო ეს ისეთი შეიცვლებაო და სხვადასხვა მოგვივა თუ ზუსტად ის მოგვივა რაც წერიაო ზუსტად არ წერია იქ რა ფიგურა მოგვივა ხო და იმ სიზუსტით რაც წერია იმ მოგივა ის სიზუსტი ანუ კანტორ ეს საკითხი მოგივა თუ ყველას ოღონდ ფიგურები იქნება სხვადასხვა ხო და ქულები რამდენი არის თქვენი ნაწილიდან 15 და ანუ მაგ 6 საკითხიდან მოვა 3 ალბათ და 5 ქულიანი იქნება ხო დამტკიცე არა დამტკიცებით რაც იქნება და იქა დამტკიცებით არ არის ყველაფერი დამტკიცებით რაც დამტკიცებით იქნება მაკედან მაგრამ დანარჩენი განმარტება რაღაცა შეიძლება იყოს აი მაგალითად რო თქვათ აი ოპერაციები რო არის ლოგიკური ოპერაციები იმპლიკაცია ისა რაღაცეები ხო აი თქვათ ის იმისი ცხრილი მოცემულია თქვათ ის ცხრილია დახაზული და შეავსე ეგ 0 და 1-ები როგორა უნდა ჩაწერო ანუ განმარტება უნდა იცოდე იმ ოპერაციების მოკლედ მასალა უნდა იცოდეთ ის რაც არის ლექციების წაკითხული ეხლა ეს საერთოდ ეს არის ყველა ზედმეტი და შეღავათი ესა არაფერი წესიერა და წესით უნდა იყოს ასე იყო და ასე ვაბარებდით ჩვენ და არავით არის საკითხების ფორმულირება საკითხს ხანდახან ვფიქრობდით იმას რომ ეს რომელი საკითხია თქო ვერც კი ხვდებოდით და მე ცხადე როცა იცოდი ის საგანი წესიერად როცა ის ლექციები იცოდი იქედა ხვდებოდი მე რას გეკითხებოდა და თქვენ ახლა საკითხები ასე თუ ისე დაკონკრეტებულია მithumetes მტკიცებებით რაც არის ისინი ყველაფერი ნათქვამია ხო და ცნებები ახლა იქ რაღაცა ცნებები იქ არ არის ნათქვამი ახლა რომელი ცნება შევა რომელი არ შევა იგულისხმება რომ ეს ლექცია ეს მასალა უნდა ისწავლოთ თქვენ და არა კონკრეტული საკითხები ამიტომ მოწდება მასალის ცოდნა კონკრეტული საკითხებით მაგრამ თქვენ ცოტა მეტსაც გეუბნებით ახლა რადგან რა ვიცი ახლა ეგეთი მავნეტრა პრაქტიკა არის დამკვიდრებული და ახლა მეც რაღაც გარკვეულწილად ამას ვემორჩილები რომ რაღაცა უფრო მეც გეუბნებით კიდე თორე არაბერ თქვენ ლექციები არის 6 ლექციაა წაკითხული ამ 6 ლექციის მასალიდან რაც არ უნდა გკითხოს ხო ბილეთი რაც არ უნდა მოგივიდეს იქ უნდა თვითონ მიხვდე რომელ საკითხს ეხება რა დავწერო და რა არ დავწერო მაგრამ კაი აბას ახლა დავანებოთ თავი
აქ კიდე იციან ეხლავე. ხო, მოკლედ თქვენ კიდე მეტი იცით, მაგრამ დამტკიცებითი საკითხები არის იქ ჩამოთვლილი რა იქნება და დანარჩენი ნებისმიერი საკითხი იქ რაღაცა განმარტეთ, თქვათ ეკვივალენტობის მიმართება. რას იშავს ეკვივალენტობის მიმართება? განმარტეთ. უნდა განმარტოთ. ბილეთის საკითხები თქვენ ის 6 ლექციის ცოდნა მოგეთხოვებათ. მაგრამ იქ არის ზედმეტად დაკონკრეტებული რა იქნება დამტკიცებით, მაინც ახლა, დამტკიცებით. ბევრი რამე არის და ბევრი რამე არ შედის დამტკიცებით და რო არ გაგირთულოთ ძალიან საქმე და ცოტა გაგიიოლოთ, ასეთი ის საკითხები, რომელიც იქნება დამტკიცებით, ეგ არის ყველაფერი მოცემული. და ალბათ დამტკიცებით რაც იქნება 5 ქულიანია ხო ყველა. ხო, არის იქ რაღაცა ზოგიერთი შეიძლება გაყოფილი იყოს. საკითხი, თქვა 3 ქულიანად და 2 ქულიანად. დიახ. აი, მაგალითად, ბატონი ვოვას საკითხებში ასეა. პრაქტიკული საკითხებში არის იქ 3 ქულიანი და 2 ქულიანი. ჩემთანაც არის იქ აი თეორიულ საკითხშიც არის ზოგან შეიძლება იყოს, მაგრამ საკითხი, ანუ იქ ხო იქნება თქვა პირველი, მეორე, მესამე საკითხი. თქვა შეიძლება მეორე საკითხი იყოს გაყოფილი 2 ნაწილად, მაგრამ მეორე საკითხი მთლიანად 5 ქულიანია. ის არის ქვე საკითხები. 2 ქვე საკითხი შეიძლება იყოს. შეიძლება ერთი იყოს, უმეტესობაში თითო-თითოა. როცა ასე თქვა ცოტა ისეთი საკითხია, რომ 5 ქულა შეესაბამება და თუ კი ახლა 2 პატარა საკითხია შედარებით უფრო პატარა მტკიცებებით, იქ გაყოფილია 2 ქულა, 3 ქულა. ეხლა ხვალ რამდენს აგაქვთ? აქედან გამოსდა ბევრს აგაქვთ? უმეტესობას მე მგონი 23-ში აქვს, ხო? ეგ რა არის? ხელისაწევა. არა, lower all. Алло, здравствуйте. Это радиостанция? Ара. По-русски. Это радиостанция? Почему здесь нет российский шансон? Алло, вы меня слышите? რა გინდათ, რა კონსულტაციას ვატარებთ სტუდენტებთან? Это радиостанция? არა. По-русски не говорите? არა. Ара, это по-армянски? არა. ქართულად. Georgia. დიახ. Хинкали, ачарули хачапури. წადი გვაცალეთ ახლა. საიდან შემოვიდა ხა ფილმი? ალო, გესმით ჩემი სტუდენტებო? დიახ. ისმის. ეს ვის შემოვიდა, საიდან შემოვიდა? აი, იყოს ბატონო. შეგნებულად არ უპასუხეთ, რუსული? რა თქმა უნდა, ვიცით. და თანაც ძალიან კარგად ვიცით სამწუხაროდ. კარგი. ისა ესე admit, admit, ხო? კი ბატონო, აბა გისმენთ ესე იგი კიდევ რა კითხავთ? მე მაინტერესებს, ანუ ცხრილი ყველა ბილეთში იქნება თუ არა? როგორ? ცხრილი ყველა ბილეთში იქნება შესაძლოა. რა მნიშვნელობა აქვს ახლა, მაგრამ ყველა ბილეთში იქნება ის საკითხი, აი კანტორ ბერნშტეინის თეორემის დამტკიცებით, ოღონდ სხვადასხვა იმაზე, სხვადასხვა ფიგურებზე. დანარჩენი ახლა ყველა ბილეთში შეიძლება არ იყოს, იქ ზოგან რა იქნება, ზოგან რა. ბევრში არის და არ მახსოვს ახლა ყველაში არის თუ არა ახლა ზეპირად არ ვიცი. ცხრილზე შეკითხვები არის, ანუ ის ცხრილს გულისხმობთ ამ ლოგიკური ფუნქციების ცხრილს, ხო? დიახ. ხო, კი ბევრში არის, კი ბატონო.
ცხრილი რა როგორც ბულის ფუნქციების ისე აი ამ ლოგიკური კავშირების იმპლიკაცია ეკვივალენტობა დიზიუნქცია კონიუნქცია ამათიც არის და ასევე ბულის ფუნქციების ცხრილი რაც არის იქა ის ახლა ეს მნიშვნელოვანი საბაზისო რაღაცეებია და ახლა უნდა იცოდეთ სხვადია გისმენთ აბა კითხვები კიდევ გამოჩნდა ერთი სტუდენტი უნდა შემოსვლა შემოუშვათ მოსამწუხაროდ ახლა არა მაქვს მე მქონდა მოწყობილი ეს დაფა და ყველაფერი როცა ზუმით ვატარებდით ლექციებს ონლაინ ლექციებს კოვიდის დროს და მე ახლა აღარ ვიყენებ მაგრამ თქვენი კითხვების მე მგონი მაინც არ საჭიროებს მაგნაირ რამეს და მაინც გადავწყვეტეთ ჩამეტარებია გისმენთ იურა გისმენთ მე უნდა დავაჭირო ხელი თუ როგორაა გისმენთ იურა ხელი აქვს აწეული იურა გამაშიანს და დავით მირზოევს აქ ხელი მე უნდა დავაჭირო ამას ხელი თუ თავისით შემოდის არა არ გჭირდებათ ხელს დაჭერა თქვენ თუნდაც გისმენთ აბა მე მაქვს ასეთი შეკითხვა ისა სისრულის თეორემები თუ მოა მაგალითად თვითონ ცალკე რო შეფერის შტრიხის სრული თეორემაა და ასე შემდეგ სრულის სისტემა უბრალოდ როგორ პრაქტიკული საკითხია და პრაქტიკული საკითხებში არის ეგეთი საკითხები კი ბატონო გასაგებია მაგრამ ხო პრაქტიკული საკითხებში რაც გაიარეთ ახლა ხო გაულელი არაფერი არ იქნება რა თქმა უნდა ეხლა ძირითადად ეგეთი რამე ეხლა ბატონ ვოვას უნდა კითხოთ თავად მაგრამ ეხლა მეც გითხარით ახლა ეგ რაც ვიცოდი ახლა ყველაფერი არ ვიცი ახლა მე ზუსტად ის ბილეთებში შედის სხვადასხვა ნაწილები ხო და ახლა ზუსტად აღარ ვიცი მაგრამ ეგრო ბუნებრივია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რო არის პრაქტიკულისგან გასაგებია სისრულე მნიშვნელოვანია იმიტომ რომ იმის საშუალებით შეიძლება ყველა პროპოზიციული კავშირი წარმოდგეს ან ყველა ბულის ფუნქცია წარმოდგეს ასე რომ რაღაც უნივერსალობის თვისებაა და ახლა ეს უნივერსალური როა და უნივერსალური რო არის ამის დამტკიცება ეს ახლა ერთ-ერთი ისეთი საკითხია საკვანძო საკითხი მაგ სფეროში აი მაგალითად არა ან ნიშანს რო ვამტკიცებთ აი მან დას დავამტკიცებთ და ასევე ის უნდა აღნიშნოთ რომ ცალკე სრული არის არა და ან ის ხო რაც გამოიყენე ესე იგი რაღაცას იყენებ რაღაცა რო დაამტკიცო ხო და ის რასაც იყენებ ის უნდა თქვა რა თქმა უნდა რომ ეს ცნობილია რომ ეს ასეა და თქვათ გიდა დაამტკიცო რომ არა და არის სრული. აბას მეკითხები? დიახ. ხო. არის იქ სისრულის თეორემა, მანამდე ის დამტკიცებულია, რომ არა და ანი სამივე ერთად რო არის, ეს არის სრული ექსისტება. ხო? ამ თეორემა უნდა ახსენო, რომ არის ასეთი, რომ ვიცით, რომ ეს სამი სრულია. ამის მერე შენ ახლა აქ თუ დათი წარმოადგინე ანი, ანუ შენ ახლა გაქვს მარტო უარყოფა და კონიუნქცია, ხო? და გაკლია ის სრულამდე, გაკლია დიზიუნქცია. მაგრამ ახლა შენ თუ ეს დიზიუნქცია წარმოადგინე არათი და დათი, ხო? ეს უნდა დაწერო. უნდა დაწერო, რომ თქვა ან ბ ტოლფასია, რისი ტოლფასიცაა, ის დაწერო და მე უნდა თქვა, რომ ესე იგი ეს რადგან ანი წარმოდგა და ის სამივე კიდე სრული იყო,
და ამ ორით წარმოდგა ის მესამე, ესე იგი ეს ორია საკმარისი. იმიტომ რომ ის სამს წარმოადგენენ იმ სამით წარმოადგენენ ნებისმიერ წინადადებას, ნებისმიერ ჭეშმარიტულ ფუნქციას და მერე იქ ანი სადაც შემხვდება, შევცვლი ამ არა და დათი, რომელიც ფორმულის წარმოდგენა უნდა დაწერო, ხო? არა დათი, როგორ წარმოიდგინება ანი. ანუ a an b ტოლფასია და აქეთ უნდა ეწეროს პროპოზიციული, a b ცვლადები და ხოლოდ არა და კონიუნქცია. ეს ნიშნავს, რომ ანი წარმოდგა ამ გენით. რო დაეთანხმოთ უკაცრავად რა შემოსვლა უნდა. დავეთანხმები კი ბატონო. აჰა. ერთი დარჩა გარეთ მაინც. არა, ხო. გასაგებია პასუხი? დიახ, მადლობა. ხო, ესე იგი უნდა დაეყრდნოთ თქვენ იმას. ეხლა აი მაგალითად გეომეტრიაში რაღაცას ვიყენებ, გამოვიყენოთ პითაგორას თეორემა და დაწერ რაღაცას, ხო? არა, ეგ გასაგებია, როგორც იქნება. უბრალოდ ის მაინტერესებდა, უნდა მეხსენებინა თუ არა ის სისრულის თეორემა. აუცილებლად. დიახ. აუცილებლად არგუმენტაცია ჭირდება, იმიტომ რომ ეს საიდან, აბა ის რა საიდან რა არის, რას ეყრდნობი? რა თქმა უნდა, რასაც ეყრდნობი, ის უნდა აი მაგალითად რაღაცად გეომეტრიას რო ყვები რაღაცას ამტკიცებ, ხო? და თქვათ იყენებ პითაგორას თეორემას. პითაგორას თეორემას კი არ ამტკიცებ, მაგრამ ხო უნდა თქვა, რომ პითაგორას თეორემის თანახმად ამის კვადრატების ჯამი უდრის იმის კვადრატს. კი ბატონო, გასაგებია. ხო, აი ესე იგი არგუმენტაცია, რა თქმა უნდა, ნუ ახლა მათემატიკაა, ეგა და ლოგიკაა და არგუმენტაცია აქ არის პირველხარისხოვანი. კითხეთ, აბა რაც გინდათ. უკაცრავად, კანტორის თეორემა რას ნიშნავს? კანტორის თეორემა არის წერია იქა, ესე იგი კანტორის თეორემა ნიშნავს იმას, რომ კანტორმა დაამტკიცა, რომ ნებისმიერი სიმრავლის ყველა ქვესიმრავლეთა სიმრავლე აქვს მეტი სიმძლავრე, ვიდრე თვითონ ამ სიმრავლეს. ესე იგი ავიღე რაღაცა სიმრავლე a თუ x-ი. x სიმრავლე ავიღე, ვთქვათ, ხო? და განვიხილე ამისი ყველა ქვესიმრავლეთა სიმრავლე. ხო? და თურმე ამ სიმრავლეს აქვს მეტი სიმძლავრე. ანუ უფრო ბევრი ელემენტია უხეშად რო ვთქვათ ამ სიმრავლეში, ვიდრე საწყის თავიდან აღებულ x სიმრავლეში. ბევრი ახლა არ ვარ გააქა უხეშად თქო, იმიტომ თქვი, იმიტომ რომ ეს ეხება არა მარტო სასრული, არამედ უსასრულო სიმრავლეებს და იქ ახლა დათვლით ვერც იმას დათვლი x სიმრავლეს და ვერც მის ყველა ქვესიმრავლეთა სიმრავლეს. წერი ახლა რატო ვერ დახულობთ? მიკვირს ახლა თუ არ კითხულობთ ლექციებს, ისე რა ვიცი ახლა ესე გაგიჭირდებათ რა. კანტორის თეორემა წერია, ერთ-ერთ თეორემას აწერია კანტორის თეორემა. ესეც არის ბოლო ლექციაში. უკაცრავად, ოღონდ არაგერიოთ, უკაცრავად, არაგერიოთ კანტორ ბერნშტეინის თეორემაში, ის სხვა თეორემაა. კანტორის თეორემა სხვა თეორემაა. უკაცრავად, ელექტროწრედების დახაზვა და გამარტივება მოგვიწევს? როგორ? ელექტროწრედების დახაზვა მაგალითების მიხედვით. ნუ პრაქტიკულში კი არის ასეთი საკითხები. კარგით, მადლობა. პრაქტიკულში რაც გაიარეთ ახლა არავითარი გაუვლელი და რაღაც მინიშნებით ნათქვამი არა. რაც გაიარეთ საფუძვლიანთან, რაცაც გაძლევდათ ბატონი ვოვა დავალებებს აგიხსნათ, ისინი იქნება კი. გისმენ დაჩი? ფერი ეგ მაინტერესებდა მარტო. ახლა ეგ შენიყავი? კაი ბატონო. კიდევ გისმენთ აბა რა გაინტერესებთ? ანუ სულ არის 15 ქულა იქნება თეორია, 5 ქულა იქნება პრაქტიკული, 10 ქულა იქნება ლაბორატორიული. დიახ. და ანუ საკითხი 6 საკითხი იქნება მთლიანად. 6
ხუთქულიანი რო არის ორი რატო ახლა ხუთი კარგი შეიძლება ორი მკითხი გასაგები ანუ ხო არა მივხვდი მადლობა უკაცრავად კარტონ ბერშტეინის თეორემაში აუცილებლია ნახაზები დავხაზოთ რაშია საქმე იცით არ არის ნახაზით ადვილად ახსნი უფრო ნახაზი ახლა რა ვიცი თვალსაჩინოა უფრო და უფრო ადვილად ახედა თუ მაგის გარეშე მოახერხებთ აღწეროთ შინაარსი უნდა ჩანდეს უნდა იყოს გასაგები რომ შენ ის გესმის ის მსჯელობა და ნახაზი აუცილებელი არ არის და თვითონ ბილეთში რა ანუ რამდენი ნომერი იქნება ჯამში ეგ თუ იცით ანუ 8 სიტყვაზე 9 6 თუ რამდენი 6 საკითხია და ზოგიერთი საკითხი შეიძლება იყოს ორი ქვე საკითხად დაყოფილი. საგასაგებია ბოდიში. 6-ია საკითხი. 6 ჯერ 5 ქულა იწერება მოკლედ. 30. მაგრამ ზოგიერთი საკითხში როცა არ არის 5 ქულიანი საკითხი, 5 ქულიანი საკითხის მაგივრად გეკითხებიან ორ უფრო პატარა საკითხს. და 2 ქულიანი და 3 ქულიანია ისინი. მე მაქვს ერთი კითხვა. აი ესეთი მაგალითები იყო, რომ დავამტკიცეთ, რომ ბულის ფუნქციების სისტემა, მაგალითად და უარყოფა სრულია. ამ შემთხვევაში, როდესაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთადერთი რისი გამოსახვაც გვიწევს, ეს არის კონjunქცია. იმისთვის, რომ დავამტკიცოთ, რომ არა, კონjunქცია და არის თვითონ. დიზიუნქციის გამოსახვა. დიზიუნქციის გამოსახვა გვიწევს ერთადერთი და მაგ შემთხვევაში ანუ აუცილებელია რომ ნაბიჯ ეწეროს, თქვათ, ეგ გამოყვანა თუ თქვათ პირდაპირ დავწეროთ და მერე ცხრილით რო ვაჩვენოთ, საკმარისი იქნება. პირდაპირ დაწეროთ რა, რომ და ესე იგი დათი და უარყოფით გამოისახება დიზიუნქცია. ფორმულა რო დაწერო, ამას ამბობ? კი, პირდაპირ ფორმულა რო დავწერო. ხო, კი ბატონო, დაწერე ის ფორმულა. ანუ საკმარისი იქნება. ხო, დაწერეთ ის ფორმულა, რომ ასე გამოისახება და ის ახლა თუ იმას თქვათ ცხრილს ააგებ და ამტკიცებ, რომ მართლა გამოისახება, ანუ ის მართლა ტავტოლოგიაა. დიახ. ხო, კიდევ უკეთესი ხო. მაგრამ აუცილებლად უნდა მიუთითოთ, რომ ის ჯერ გამოსახვა რატო ყოფნის მაგ გამოსახვა. იმიტომ რომ სამივე რომ აიღო, ისენი სრულია იმ სამიანი სისტემა. კი, ეგ გასაგები. ხო, აუცილებლად ის მომენტი უნდა იყოს, რომ ის არის სრული. ამიტომ საკმარისია ახლა რომ თქვათ ამითი წარმოვადგინოთ ეს. და მერე ესე იგი და მერე დასკვნა, ესე იგი ეგიც არის სრული. გასაგებია. და კიდევ მაინც თვლადის სიმრავლეების თვისებები რომ არის, ეგ მე-6 ლექციაში რაც წერია, მარტო ეგ იქნება? რა თქმა უნდა, სხვაგან თვლადის სიმრავლე არაა ნახსენები. კარგი. თეორემები, ეკარენიმე თეორემა და ნებისმიერი შეიძლება შეგხვდეს იქედან. გასაგებია. დამტკიცეთ. და კიდევ მაინტერესებს, აი რამე ესეთი თუ იქნება, მაგალითად, დაამტკიცეთ, რომ ფუნქცია ბიექცია, მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ფუნქციას გააჩნია ორმხრივი შექცეული. აი კონკრეტულად ეს არა, მაგრამ დაახლოებით არა, ბიექციაზე ამ ცნებებზე არის მაგალითები, მაგრამ ასეთი, არ ვიცი, შეიძლება ასეთი არ იყოს, მაგრამ ცნებაზე არის, რომ თქვათ ახლა დაამტკიცე რომ ეს არის ან არის თუ არა ეს ბიექცია, ან დაამტკიცე რომ არის ბიექცია, ასეთი შეიძლება იყოს პრაქტიკულად. ოღონდ კონკრეტულ მაგალითზე ალბათ. კი ბატონო. გასაგები. არა, კითხვა ნებისმიერი შეიძლება იყოს, მაგრამ ახლა თეორიული კითხვა პრაქტიკულად არ მოვივალ. ისა მე მაქვს ერთი კითხვა კიდე. თქვათ გვეუბნებიან რომ რაღაც ასახვას გვეკითხებიან და გვეუბნებიან რომ ეს ასახვა არის თუ არა ბიექცია და რატომ თუ ჩვენ რომ მაგალითი მოვიყვანოთ და სიტყვიერა დავხსნათ რას ნიშნავს სურექცია ან ინექცია ამ შემთხვევაში რის დამტკიცებასაც გთხოვთ. ეს საკმარისი იქნება? არა. შენ თუ გაძლევენ რაღაც ასეთი რაღაცა თქვი რომ ესე იგი მოცემულია რაღაც ფუნქცია და დაამტკიცე რომ ეს არის ბიექცია, ხო? მაშინ იმის დამტკიცებას ვთხოვენ და შენ რო რაღაც მაგალითს მოვიყვან. ეხლა გამოყარო, ეხლა მე არ ვიცი თქვათ ისა
ვეფხისტყაოსანი არა, კონკრეტული ასახვა თუ გვაქვს მოცემული, მაგალითად ენიდან მოყვები კაკოღაჩას. ან სხვა რაღაცა ვიკითხე. ვთქვათ, ენიდან ერში გვაქვს ასახვა მოცემული და გვაქვს ასევე ფუნქციაც. რაღაც 4x უდრის 4x + 9 რაღაც ასეთი ფუნქცია. და გვეკითხებიან ეს ასახვა არის თუ არა ინიექცია და სურიექციაო. ასეთ რაღაცას თუ გვეკითხებიან. რატომ არის, თუ არის, რატომ არის და თუ არ არის, რატომ არ არისო. ხო? აი მაგ შემთხვევაში რო ჩამოვაყალიბო რას ნიშნავს ინიექციას და სურიექციაც და ისიც დავწერო. ოღონდ სიტყვიერად რო ჩამოვაყალიბო და ასევე თქვა რომ მაგალითიც მოვიყვანო რატომ არის ან არ არის. აი ამ არა, რატომ არის მაგას მაგალითით ვერ დაამტკიცებ. ეგ ინიექციის ცნებას თუ არ შეეხე, ინიექცია რას ნიშნავს, რომ განსხვავებულებს შეუსაბამებს განსხვავებულებს, ხო? და ესე იგი უნდა აიღო იქ განსხვავებულები და ნახო რომ ეს ფუნქციაც იმ განსხვავებულებს შეუსაბამებს მნიშვნელობებს განსხვავებულს. ანუ როცა გეკითხებიან არის თუ არა ინიექციაო, ეს ინიექციის ცნება უნდა შეამოწმო, იქ მოწმდება თუ არა. დიახ, გასაგები. მე ეს გავიგე, მადლობა. ხო, ცნებას მიაქციეთ ყურადღება. არის თუ არა ეს სამკუთხედი მართკუთხედი, თქვათ, ხო? მართკუთხედია, მართკუთხედი ნიშნავს ერთი კუთხე მართია. აგერ ეს კუთხე მართია, ესე იგი არის მართკუთხედი. ეს განმარტების მიხედვით უნდა ივსჯელოთ რა. დაამტკიცე რომ ეს მართკუთხედი არის კვადრატი. როგორ უნდა დაამტკიცო? უნდა დაამტკიცო რომ 4-ვე გვერდი იქნება ტოლი. და მაშინ იქნება ეს დამტკიცება. იმიტომ რომ კვადრატის განმარტება ასეთია, რომ ეხა ეს აქ კი არ ეხება, მაგრამ მაგალითისათვის გეუბნებით, ნუ. განმარტება, როცა გეუბნებიან დაამტკიცე რომ ეს არის, ვთქვათ, ბიექცია, ბიექციის განმარტებიდან უნდა წამოხვიდე. რომ იქ ბიექციაში რაც მოეთხოვება, ეს არის ფუნქცია, რომელიც ასეთი და ასეთია, ხო? ის ასეთი და ასეთი თვისებები უნდა შეამოწმო და უნდა დაასაბუთო. კი ბატონო, ანუ მოვიყვანთ სიტყვაზე სურექციას თუ გვეკითხებიან სურექციის განმარტებას და შემდეგ დიახ ბატონო. გასაგებია. ერთი კიდე ასეთი შეკითხვა. რამდენს გნებავთ? სიტყვაზე კანტორის თეორემის ჩამოყალიბებას და დასაბუთებას გვეკითხებიან. თუ მარტო ჩამოვაყალიბე და ვერ დავასაბუთე ან ნახევრად დავასაბუთე, ამ შემთხვევაში რამდენად შეფასდება ეს? მარტო ჩამოყალიბება? ნუ ახლა 5 ქულიდან დამტკიცებას გარეშე, ნუ ქულა ნახევარი ალბათ. ნიშანი იწერება ყველაფერში, რაც იმ საკითხს ეხება. ესე რაც არ უნდა იყოს იმ საკითხთან დაკავშირებით, ანუ რასაც შენ გთხოვენ, იმისი ნებისმიერი ნაწილი, თუ კი არის სწორი, ის ფასდება 5-ქულიან საკითხში შეიძლება დაიწეროს 0 ქულა, ნახევარი ქულა, 1, 1 ნახევარი, 2, 2 ნახევარი და ასე შემდეგ 5-მდე. რაღაცა, რაც იცით ის დაწერეთ, იმიტომ რომ იქ მერე გროვდება ესა, მერე გვალდება ბოლოს და რაღაცა გამოდის მაინც და ეხლა იქ საბოლოოდ ჩაბარებისას იქ მნიშვნელოვანია ყოველი თითო ქულა. ხანდახან ერთი ქულა აკლდებათ სტუდენტებს და რჩება საგანი მაგის გამო ჩაუბარებელი. ბატონო არჩილ. დიახ. რა მაინტერესებს სისრულის თეორიიდან შევა მაგალითად ისეთი საკითხები, აი სადაც უნდა დავამტკიცოთ რომ სისტემა სრულია ან არასრული. კი, ეს შედის პრაქტიკული საკითხებში ეგეთი შედის. კი ბატონო და ანუ მაგასთან დაკავშირებით მაქვს ასეთი კითხვა, ანუ თქვათ დამტკიცების დროს უბრალოდ ასე რო ვაჩვენოთ რომ თქვათ ერთი ოპერაციის გამოსახვა მეორნაირად რო შეიძლება თქვათ გვაქვს ერთის ის არის და ერთის ის არის რომ გამოსახოთ ასე რომ უარყოფა და დიზუნქცია და უბრალოდ ჭეშმარიტების ცხრილში რო გამოსახოთ ისე ეს ოპერაციები ისე რომ თქვათ დაემთხვას იმას რა ქვია სხვა ოპერაციები რომელიც გამოსახეთ დაემთხვას იმ ოპერაციას რომელიც გამოყვანაც გვინდა თქვათ დამტკიცებაში
ასე რომ მივიდეთ და ასე რომ მიუდგეთ, რამდენად ის იქნება? სწორი იქნება. ესე იგი რა ესა რა გინდა თქვენ რომ დაამტკიცოთ? აი თქვათ ნებისმიერ ოპერაცია რო იყო, ნებისმიერი სისტემა ავიღოთ, რომელიც უნდა დავამტკიცოთ. ნებისმიერზე როგორ გიპასუხოთ? ახლა ნებისმიერზე ვერ გიპასუხებთ, ნუ რაღაც კონკრეტული თქვით და რა უნდა გააკეთოთ, გეტყვით. ნებისმიერზე პასუხი სხვადასხვა იქნება და კი ბატონო, აი თქვათ პირსის ის არის. პირსის ის არის. პირსის ის არის რომ სრულია. ესა ამას ამბობთ? დიახ. პირსის ის არის რომ სრულია. ამის დამტკიცებისათვის შენ ამ პირსის ის არის უნდა გამოსახო რომელიმე სრული სისტემა. ესე იგი, ნუ თქვათ სრული სისტემა არის მაგალითად არა და კონიუნქცია, ხო? კი ბატონო. თუ შენ პირსის ის არის გამოსახე არაც და გამოსახე კონიუნქციაც მორჩა საკმარისია იგი, იმიტომ რომ ის სრული სისტემაა და ესე იგი ესეც იქნება სრული სისტემა. რატომ ესე იგი? რატომ და თუ შემიძლ ის სრული სისტემა უარყოფა და კონიუნქცია, ეხო ნიშნავს იმას, რომ მე რაც არ უნდა ბულის ფუნქცია იყოს, იმას ჩავწერ იმ ორით. კი ბატონო. და ეხლა ის ორივე თუ მე შემიძლია მე შევცვალო ამ პირსის ის არის, ესე იგი დარჩება მარტო პირსის ის არის ჩაწერილი. ხო გასაგებია? დიახ, ესე გევია. ხო. და ამიტომ ეს საკმარისია, მაგრამ ესე იგი შენ რა უნდა ქნა ამ დროს, ესე იგი კიდე გავიმეორებ კონკრეტულად. შენ უნდა გამოსახო, ესე იგი პირსის ის არის, ესე იგი უნდა დაწერო მაგალითად არა, ტოლფასია. და იქით დაწერო რაღაცა, რომელშიც არის მხოლოდ პირსის ის არის. ეს ნიშნავს, რომ არაა გამოისახა პირსის ის არის. მერე ვთქვათ A და B ტოლფასია, იქით უნდა იყოს ისეთი რამე, სადაც იქნება მარტო პირსის ის არის. ესე იგი დაც გამოისახა პირსის ის არის. მერე უნდა თქვა, რადგან არა და არის სრული სისტემა, ხო? და ორივე გამოვსახეთ პირსის ის არის, ესე იგი პირსის ის არის ყოფილა სრული. აი ეს ჯერლობა უნდა მოიყვანოს სრულად და დაგეწერება მაქსიმალური ქულა ამაში. თუ რამე დააკლდა, იქაც პატარა დააკლდება ნახევარი ქულა, ერთი ქულა და ასე შემდეგ. კი ბატონო, გასაგებია. დიახ. უბრალოდ აი ახლა რამე კონკრეტულ მაგალითს ვეძებ, უბრალოდ დამავიწყდა. ანუ ის თქვათ ის კონიუნქცია არის, აღარ მახსოვს როგორ იყო ახლა, რომ გავიხსენო, უარყოფა ანუ A და უარყოფა ჭხილები, უარყოფა A და B, დიზუნქცია და უარყოფა B იყო თუ არ ვცდები და ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ეს და თქვათ ეს ოპერაცია, ანუ ამ ყველაფრის ოპერაცია თუ ემთხვევა მაგალითად ერთ რომელიმე კონკრეტული იმის ოპერაციას, რა ქვია, დიზუნქციის ან კონიუნქციის ოპერაციას, ანუ მაგითაც ხო შეგვიძლია თქვა, რომ ანუ სისტემა სრული არის და ამით შეიძლება ამ ოპერაციის გამოსახვა შეიძლება მეორეთი. აი ეს გავს რაღაცას ვამბობ. შენ უყურებ, ახლა ვლაპარაკობთ, რომ პირსის ის არის სრულია, რომ დაამტკიცო, საკმარისია გამოსახო არა და პირსის ის არის თვეთქი, ხო? კი ბატონო. შეიძლება გამოსახო არა და ანი. მაგრამ მაშინ უნდა თქვა მე რომ არა და ანი ეს ერთად ხო არის სრული სისტემა. ისიც სრული სისტემაა და ამიტომ რომ ნებისმიერი სრული სისტემის თითოეულ ოპერაციას თუ გამოსახავ შენ პირსის ის არის, ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ჩაითვალოს დამტკიცებულად, რომ პირსის ის არის სრული. იგივე შეფერის შტრიხზე. კი ბატონო. არა ასავლდებულო მაინდა-მაინც არა და გამოსახო. არა და ან გამოსახე, კი ბატონო. ნებისმიერი სრული სისტემის გამოსახვა არის საკმარისი. კი ბატონო. კიდევ დამტკიცებებში, ანუ თქვენ რო ჩაგვიგდეთ დამტკიცებებში მე-6 ის იყო საკითხი იყო ასეთი, დამტკიცეთ, რომ ეს მიმართება
განსაზღვრულია შემდეგნაირად 2x და y რიცხვი არის s მიმართებაში, მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა x და y სხვაობა რაციონალური რიცხვია და უბრალოდ ამის დამტკიცება ვერ გავიგე არა როგორ არის შესაძლებელი და თუ შეიძლება რომ ცოტა რაღაც დონემდე მაინც რომ მივიდეთ და რომ გავიგო. ეკვივალენტობის განმარტება, იცი რა არის ეკვივალენტობის მიმართება, რას ნიშნავს? ეკვივალენტურობის მიმართება არის, როცა რამე ის რა ქვია, სიმრავლეების შორის არსებობს რეფლექსურობა, ტრანზიტულობა და რას ნიშნავს რეფლექსურობა? რეფლექსურობა, როცა ანუ ორ ელემენტის სიმრავლეს ორი ელემენტის შორის არსებობს მიმართება AR ანუ წყვილშია თავის თავთან არის იმ მიმართებაში. კი ბატონო. ხო. ეხლა აიღე შენ და მიმართება არის ახლა იქ რა? x და y არის მიმართება თუ ნამდვილ რიცხვებზეა ესა? ნუ თუ კი სხვაობა არის რაციონალურია, ხო? ეხლა x ესე იგი x არის თუ არა ეს მიმართება რეფლექსური. ესე იგი x minus x არის თუ არა რაციონალური. ამაზე დადის ხო ეს კითხვა? დიახ. ხო, მერე არის x minus x რაციონალური? x minus x რას უდრის? ნებისმიერ რიცხვისთვის. 0-ს, ხო? კი ბატონო. 0 არის რაციონალური რიცხვი. my friend. დიახ. არის. ესე იგი რეფლექსური დამტკიცა რეფლექსურობა. კი ბატონო. მერე x minus y არის ესე იგი ეს მიმართება, ხო? ეხლა მეორე სხვა უნდა შეამოწმო. x minus y არის თუ არა ეს მიმართება ანუ ეს მიმართება რომ x minus y რაციონალური რიცხვია არის თუ არა ეს სიმეტრიული. რას ნიშნავს სიმეტრიული? x minus y თუ ისა რაციონალური რიცხვია, მაშინ რა უნდა შესრულდეს? სიმეტრიულობა. კი ბატონო. რა უნდა შესრულდეს რა? სიმეტრიულობა როგორ რას ნიშნავს სიმეტრიულობა? x minus x. y minus x ხო, ესეც უნდა იყოს რაციონალური და არ იქნება x minus y თუ რაციონალური რიცხვია, y minus x ხო იქნება მინუსით x minus y. დიახ. ხო და მე რიცხვი თუ რაციონალურია, მისი უარყოფითი უნდა უწევო წინ მინუსი, ის არ იქნება რაციონალური. კი ბატონო. ხო, ესე იგი შემოწდა ეს თვისებაც. დიახ. და ასევე ტრანზიტულობა მესამე თვისებაც, ახლა ერთი თქვენ და ამტკიცეთ და მოუკვეთებსათ. სკოლის პროგრამა უბრალოდ აქ ეს ცნება არის არ არის ალბათ სკოლაში, აღარ ვიცი ახლა მე დღევანდელი სკოლის პროგრამა, მაგრამ შეიძლება ეს ეკვივალენტობის მიმართება არ იყოს და ეკვივალენტობის მიმართება აგერი გაქვს და ეხლა შეამოწმე ის მარტივი სკოლის რაღაცეებით, რაციონალური რიცხვი მარტივი მაგალითია უბრალოდ იმისათვის, რომ გაიგე თუ არა შენ რას ნიშნავს ეკვივალენტობის მიმართება რა არის ზოგადად. კი ბატონო, გასაგებია პრინციპი საკმაოდ მარტივი და სამტკიცებელია. მარტივია ხო, მარტივია. მაგრამ ცნება უნდა შეამოწმო. ის ცნება არის სამი თვისება. ეს სამი თვისება უნდა შეამოწმო. რო იყოს რაღაცა სხვა მაგალითი, ახლა ეს არის აქ მოცემული და იქნება კი ბატონო, მაგრამ სხვა რაც არ უნდა იყოს, დამტკიცე რომ არის ეკვივალენტობის მიმართება. ნახავ, ეს უნდა იყოს რეფლექსური შეამოწმე. აქაც ის არის, რაც წეგან გითხარით, რომ ცნებაზე უნდა გადახვიდეთ, ცნებაზე. ცნება არის ახლა აქ ისე რომ რა არის ეკვივალენტობის მიმართება. ეგ არის მიმართება, რომელიც არის ესე იგი ეს სამი თვისების მფლობელი. რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა უცნაურად გამოიყურებოდეს, რაც არ უნდა ფერადი იყოს და კიდე რქები კონდეს და კიდე კუდი, ხო? იმ სამ თვისებას თუ აკმაყოფილებს, არის ეკვივალენტობის მიმართება. მორჩა. ასე არის ყველაფერი. ცნება, რაც ქვია, ის ცნების პირობებს თუ აკმაყოფილებს, არის მაშინ ისა. გასაგებია, სხვა ეს უცნაურად გამოიყურება, თუ ბუნებრივად გამოიყურება, თუ არაფერი მაგ მნიშვნელობა არ აქვს. ის სამი თვისება მოწდება, არის ეკვივალენტობის მიმართება. რომელიმე ერთი არ სრულდება, მორჩა, არ არის ის ეკვივალენტობის მიმართება, რაც არ უნდა ძალიან გავდეს ისე ფსიქოლოგიურად. ეს არის ზუსტი მეცნიერება, ამიტომ ეგეთი რამეებია რა, ცნება რომ განმარტე ეს არის, იქ ერთი რაღაცას თუ დაირღვა,
უკვე ის არ იქნება ის. უკაცრავად მე მაქვს ერთი კითხვა, თუ დალაგების მიმართებაზეც იგივენაირად იქნება კითხვა, აქ ეკვივალენტების მიმართებაზე ქონდა ეგ და დალაგების მიმართებაზეც იგივენაირად იქნება თუ მარტო ეკვივალენტობასთან გვაქვს კავშირი და ეგეთებზე. ეგ დამტკიცებებში არის, ხო? დამტკიცებებში რაც არის, მხოლოდ ის იქნება. მაგრამ ცალკე დალაგების მიმართება რას ქვიაო, ეს კითხვა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეს არაა დამტკიცებდა. რა განმარტეთ დალაგების მიმართება რას ეწოდება. შეიძლება იყოს ასეთი კითხვა, იმიტომ რომ ამ საკითხებში არის. ეგ არაა დამტკიცებით საკითხი, ცნებებია და ცნებები ახლა მოგეთხოვებათ. სალექციო იმ კურსის მიხედვით. ხო, კიდე ერთი რამე, ახლა ეგ ზოგიერთი ბავშვები ელენიკზე დევს რაღაცეები, ხო? ძველი ეს პროგრამა შეიცვალა, ბოლოს განახლდა, ხო და იქ რაც დევს ამ ჩემ ნაწილთან დაკავშირებით. ხო, ის არ გინდათ რა, ეს ჩემი ამ ნაწილი, ამ პირველი ამ სამი საკითხიდან, ანუ ამ თეორიული ჩემი ნაწილის საკითხებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ ეს ლექციები. ბევრად აქ მარტივად და პირდაპირ არის უშუალოდ და იქ კიდე რაღაცა სხვაგვარად არის გადმოცემული, იქ უფრო ცლად იყო გადმოცემული და ცოტა სხვანაირად და იბნევიან მერე და არც ის გამოდის, არც ის, თორე იქ რაც არის კი ბატონო, მაგრამ სხვა პროგრამა იყო, ის ცოტა სხვაგვარი იყო და შეიცვალა ისა და ჯობია ეს გამოიყენოთ, თქვენთვისაც უფრო ადვილია და შედეგთანაც უფრო ადვილად ვიხვალთ ამ ლექციებით. ამას ეხება უფრო და კითხვებიც ამ ლექციებთანაა შესაბამისობაში და ასე შემდეგ. ის უფრო ვრცელი პროგრამა იყო, უფრო დიდი იყო, მეტი დამტკიცებები იყო, მეტი რაღაცა და გამარტივდა ცოტა ეს საკითხები და შეიცვალა ცოტა რაღაც მიდგომა და ამიტომ იქ ელენიკზე რაც დევს აი ამ ჩემი ლექციების და ამ საკითხების შესაბამისი მასალა ელენიკიდან არ გინდათ. დამატებით თუ წაიკითხავთ რამეს კი ბატონო, რაც მე წაიკითხავ ყველა და უამრავი წიგნია და ისა, მაგრამ ამ საკითხებთან მიმართებაში ახლა და გამოცდასთან დაკავშირებით ჯობია იქ იმას დაანებოთ თავი, რომ იქ უფრო რაღაცა მარტივად ეწერება და აქ რაღაცა ეგ არ იქნება. ეს უფრო მორგებულია ამ საკითხებზე და იქ კიდე რაღაცა სხვანაირის წერია და უფრო ვრცელია ესა და რაღაცა და დაანებეთ იქ. იოლად უფრო ეს აქ ყველაფერს ნახავთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც იქნება ბილეთებში. და ამის გარდა არავინ არაფერს არ მოგთხოვთ თქვენ ამ საკითხებთან. აბა მოიფიქრეთ კიდევ. კიდევ აი კანტორ ბერშტეინს რაც შეეხება დამტკიცების, როცა ვთქვათ, მოცემული რო არის ვთქვათ, სამ განზომილებაში რო უნდა დავამტკიცოთ, ანუ აუცილებლობას წარმოადგენს, რომ ვთქვათ ის ფიგურები დავხაზოთ და უბრალოდ კავშირები ვანახოთ თუ სიტყვიერადაც რომ ჩამოვყალიბოთ, ეგეც საკმარისი იქნება. ნახაზი არ არის სავალდებულო, მაგრამ ნახაზით უკეთესად შეიძლება გადმოსცე შინაარსი. უფრო ადვილად და ამიტომ გაგიიოლებთ საქმეს ნახაზი და თუ გიდა არ არის სავალდებულო, შეიძლება ეს მოყვე შინაარსულად. ნახაზი გეომეტრიასაც არ ჭირდება. სავალდებულო არც გეომეტრიაში არის, რო ამტკიცებ ახლა რაღაცას იქ გეომეტრიაში, ნახაზი არის მხოლოდ დამხმარე საშუალება იქაც. საერთოდ შეიძლება არ დახაზო ნახაზი და გეომეტრიაში ისეთი მე წიგნები მინახავს გეომეტრიაში, არც ერთი ნახაზი არაა გეომეტრიაშია წიგნი. ხო. მაგრამ უფრო რთული წასაკითხია, ის უფრო რთული გასაგებია, ნახაზ რო უნახა, უყურებ უფრო მარტივად ჩანს. უფრო ადვილად აგებინებ ადამიანს, რომ
აი გვავლე ხაზი და აი ამაზე მაქვს ლაპარაკი და ამაზე ვთქვათ, ხო? ეს იქ ჩაიდგმება, ვთქვათ, ხო? იქ აქ რა ხდება, რომ ის ინიექცია უნდა იყოს ამის იმაში, ხო? ერთი ფიგურის მეორეში და იმ მეორე ფიგურის პირველში. ხო, ეს ინიექცია რა უნდა იყოს ეს ინიექცია, ხო? ვთქვათ, იმისი მსგავსი ფიგურა უნდა ჩახაზო იმაში. იმიტომ რომ მსგავსებს შორის არსებობს ინიექცია და არა მსგავს თუ აიღებ, ხო? ის ინიექცია რო არის, ეს ისეთივე დასამტკიცებელია, როგორც სხვა ფიგურა. ეხლა ორი სამკუთხედი ერთმანეთის ტოლფასიაო რო თქვა, რანაირად უნდა დაამტკიცო? იგივენაირად, რაც გიდა სამკუთხედი და კვადრატი იყოს. იმიტომ რომ რა იცი რომ ამის ინიექციური არსებობს იმაში. რა ვიცი და ამ სამკუთხედის მსგავს სამკუთხედს ჩავხაზავ და მსგავსი ფიგურები შორის არსებობს ბიექცია. დიდი სამკუთხედი და მისი პატარა ჰომოთეტიით რომ მიიღება. მათ შორის არსებობს ბიექცია და ორ სამკუთხედ ნებისმიერ სამკუთხედს შორის ბიექცია არსებობს თუ არა ეს იგივე ამოცანაა რაც სამკუთხედსა და კვადრატს შორის ან სამკუთხედსა და წრეს შორის. იქ უნდა აუცილებლად იყოს ისა რომ ეს არსებობს ამისი მსგავსი ჩავხაზოთ ამაში, იმისი მსგავსი ჩავხაზოთ ამაში. რადგან მსგავსი ფიგურები არის ერთმანეთთან ბიექციური, ბიექცია არსებობს მათ შორის, ესე იგი ამ ფიგურასა და იმ მეორე ფიგურაში, რომელშიც ჩაიხაზა ესა, მისი მსგავსი არსებობს ინიექცია, ხო? რომ აქ სამკუთხედი მოცემული და აქ მაქვს თქვათ ისა კვადრატი. ამ სამკუთხედის მსგავსი რო ჩავხაზე კვადრატში, ის პატარა სამკუთხედი თქვათ და ეს და დიდი სამკუთხედი ხო არის ერთმანეთის ბიექციური. და ესე იგი არსებობს ამ სამკუთხედის ინიექცია ამ კვადრატში, იმიტომ რომ მისი ნაწილი ამისი მსგავსია. ხო. და ესე იგი რადგან არსებობს ამაში ინიექცია, მე ასევე კვადრატს ჩავხაზავ ამაში, ხო? კვადრატი ამის კვადრატის მსგავსი იქნება და მსგავსი რადგან არის, ესე იგი არსებობს მსგავსებს შორის, იმ დიდ კვადრატს და პატარა კვადრატს შორის არსებობს ბიექცია, ესე იგი ეს კვადრატი რადგან ჩახაზული ამ სამკუთხედში, კვადრატიდან სამკუთხედში არსებობს ინიექცია. ესე იგი გამოვარო აქედან არსებობს ინიექცია ამაში, აქედან არსებობს ინიექცია ამაში და თავარი მე ბოლოს ამიტომ კანტორ-ბერნშტეინის თეორემის თანახმად იარსებებს ამ სამკუთხედსა და კვადრატს შორის ბიექცია. იმიტომ რომ ის ამბობს რომ თუ აქედან იქეთ არსებობს ინიექციაო და იქედან აქედანაც ინიექციაო, მაშინ არსებობს მათ შორის ბიექციაო, ხო? ხო, აკურატულად უნდა ამ მსჯელობას ჩატარება, მარტივი მსჯელობაა, მაგრამ ეს მარტივი, მაგრამ სიზუსტე უნდა იქნას დაცული, ცნებები უნდა ჩანდეს, ცნებების ცოდნა, ბიექცია, ინიექცია, იქ მსგავსი არ უნდა გამოვრჩეს, იმიტომ რომ მსგავსი თუ არა თქვი, იქ როგორ ამტკიცებ, რომ ნებისმიერი ორი სამკუთხედი, თქვათ, ერთმანეთის ტოლფასია. მათ შორის ბიექციას ვერ დაამტკიცებ, რომ ბიექცია არსებობს ასე ადვილად, ხო? მაგრამ აი მსგავსი თუა, ის მსგავსების გარდაქმნა თვითონ ხო ჰომოთეტია, რომელიც ამყარებს მსგავსობას ამ პატარა და დიდ სამკუთხედს შორის, ეს არის თვითონ ბიექცია უკვე ამათ შორის. და თუ ეს პატარა სამკუთხედი რაღაცაში იქნება ჩადგმული, ესე იგი არსებობს ინიექცია ამ დიდი სამკუთხედის იმ კვადრატში მაგალითად. ხო, ნახაზები აქ ახლა აადვილებს, უბრალოდ აუცილებელი არ არის, მაგრამ გირთულებს ესა. გირთულებს, იქ რაღაცა სიტყვა შეიძლება არ თქვა, სწორად დააკლო რაღაცა და ნახაზზე როა დახაზული და იმისი მსგავსი როა იქ ჩახაზული. ამას ახლა რაღაცნაირად ჩაგითვლის ადამიანი, ხო, სრულყოფილად თუ არა, ნუ რაღაცა ნაწილობრივ მაინც ჩაგითვლის და ეხლა სიტყვების რო არ იქნება წესერად ნათქვამი და ვერც ნახაზით ვერ მიხვდები, გავსწორებელი ესმის თუ არა ამბავს, მაშინ მეტი დაგაკლდებათ რა, ეს ნახაზი რა სირთულე რატოა ვერ გავიგე. ნახაზი უფრო თვალსაჩინო და უფრო ის არ არის, კაცო. აუცილებელი არ არის, მოკლედ, პასუხი ასეთია. კი ბატონო. დიახ.
ხო, კითხვა არის გამოგზავნილი, რომ დამტკიცებიდან მხოლოდ თქვენს მიერ გამოგზავნილი 6 კითხვიდან იქნებაო? ხო, დამტკიცებით რაც იქნება საკითხები, იქნება მხოლოდ ეს რაც გითხარით რა. დამტკიცებით. ხო, ახლა ხო, დამტკიცებით ესენი იქნება. თუმცა პრაქტიკულში შედის რაღაცა დამტკიცებით არის, ხო, დაამტკიცეთ რომ ესა და ეს სისტემა სრულია, თქვა, ხო? იქაც დამტკიცება არის, მაგრამ ეს ჩემი საკითხებიდან არ არის, ხო? თეორიული ნაწილიდან იქნება ის საკითხები დამტკიცებით, დაამტკიცეთ რომ რაღაცა ეს იქნება მხოლოდ იმ საკითხებიდან, რომელიც მე გამოგიზარდეთ. 6 არ არის იქა. 6 კითხვიდან შევაო, იქ 6 არ არის, იქ ზოგიერთი არის იბა ხო მაგალითად კანტორ-ბესტეინის თეორემით იქ სხვადასხვა ფიგურებზე სხვადასხვა მაგალითებია. მაგრამ ნუ 6 ის არის ხო რაღაცა ტიპი მაგალითის. თვალსიმრავლეებზე იქ რამდენიმე თეორემაა, ხო? იქ წერია თეორემები თვალსიმრავლეების შესახებ, მაგრამ იქ ერთ თეორემა ხო არაა? ამიტომ ეს 6 არ არის, მაგრამ ის ნუ 6 ტიპია საკითხების და კი ბატონო, იმის გარდა არ იქნება. ხო, კიდე ასე თვალის სიმრავლეების თვისებები რამდენიმე თვისებაა და ამ ნომერში რა და რა დამტკიცებებს გულისხმობთ. ყველა უნდა დავწეროთ? არა, ნუ თვალის სიმრავლეების თვისებები და იქ შეგვხვდება კონკრეტული თვისება. მაგრამ შენ ყველა უნდა იცოდები, რომ არის რომელი შეგვხვდება. რამდენიმეა იქა? 3-ია თუ 4-ია თუ 5-ია ხარ, აი ყველაფერი ესე პირად არ მახსოვს. დაახლოებით ამდენი. 3-4. უკაცრავად რომელი იმაში წერია, რა ქვია, რომელი კვირის კონსპექტში წერია ეს თვალის სიმრავლეები, მე-4 არის სიმრავლეები, რამდენადაც ვიცი და ანუ კარგად ვერ მე-6-ში წერია თვალის სიმრავლეთა თვისებები, რამდენადაც მე მახსოვს. ესე ახლა მე-5-საც რო გადახედოთ, არის ის მაგანისა. არაფერი დაგემართებათ. არ დაზარალდებით. მე-5-საც და მე-6-საც გადავხედე, თუმცა ამ თეორემების მიხედვით მიყვები თქვენ აქ რაც არის დასამტკიცებელი. თვალის სიმრავლეების თვისებები ვერ ნახეთ? თვალის სიმრავლეებზე თეორემები ვერ ნახეთ? ეწუთით? კი. ეწუთით უკაცრავად. ხო, თვალის სიმრავლეებზე არის იქა თვალის სიმრავლეთა სასრული გაერთიანება, თვლადია, სასრული სიმრავლეთა თვლადი გაერთიანება, თვლადია, თვალის სიმრავლეთა თვლადი გაერთიანება, თვლადია. ნებისმიერი უსასრულო სიმრავლე შეიცავს თვლად ქვესიმრავლეს. ეს არ არის თვალის სიმრავლის შესახებ, ხა რა ვიცი, ახლა თვალის სიმრავლის შესახებ არის ის თეორემა, რომელსაც ნახსენებია თვალის სიმრავლე. და უკაცრავად. ამ უსასრულო სიმრავლებამდე რო არის ორი თეორემა დაყოფასა და ეკვივალენტობას შორის კავშირებზე. ეგ დამტკიცებებით იქნება თუ ეგ შეიძლება ანუ ისე ჩამოყასა. თუ წერია იმ საკითხებში იქნება თუ არ წერია არ იქნება. გასაგები. აღარა გვაქვს კითხვები?
ალექსანდრე დარჯანია. აკა ხარ? დარჯანია გვისმენს? დიახ. გურამ დარჯანიას თუ იცნობთ ან იმას იცნობდით ან კოტე დარჯანიას იმათი დარჯანია რაღაცა კავშირი გაქვთ თან? არის უბრალოდ საუბრობ. მათემატიკოსების ხო. კარგით, გავახსენე უბრალოდ იცოდა იშვიათი გვარია და მეთქი რაღაცა. კარგით ბატონო, ხო, აბა გისმენთ კიდე კითხვები? ბატონო არჩილა კიდე დამტკიცებით რომ არის მოცემული დამტკიცეთ რომ არსებობს ერთმანეთისგან განსხვავებული სიმძლავრის სიმრავლეთა უსასრულო მიმდევრობა. კი ბატონო. ეგ მეექვსე საკითხი, მეექვსე ლექციაში არის ეგ ბოლო თეორემა. კანტორის თეორემის გამოყენებით მტკიცდება ძალიან ადვილად. მაგრამ ნუ უნდა გესმოდეს ეს ახლა, ნუ სიმძლავრის ცნება და კანტორის თეორემა და მე ადვილია ძალიან. ანუ კანტორის თეორემა კი ბატონო, კანტორის თეორემა გასაგები და სიმძლავრეც. ხო. ხო და აბა მეტი აღარაფერია იქა. ავიღოთ ნატურალურს და სიმრავლე. ხო? დიახ. მე ავიღოთ მისი ყველა ქვესიმრავლეთა სიმრავლე, პნ. იყურები ლექციაში, ხა მე არ ვიყურები, მაგრამ ნუ კი ბატონო, კონსპექტი მაქვს გახსნილი. გახსნილი გაქვს კონსპექტი. ხო, ავიღეთ n ნატურალურთა სიმრავლე. ყველა ნატურალურთა სიმრავლე. ხო? ავიღოთ ეს უსასრულო სიმრავლე, უსასრულო ხო არის ეგა n? არის უსასრულო. ავიღოთ ახლა ამის ყველა ქვესიმრავლეთა სიმრავლე, pn. ყველა ქვესიმრავლეთა სიმრავლე. კანტორის თეორემა რას ამბობს? მარტო ამ ორ სიმრავლის შესახებ რას ამბობს? რომ იქ მეტი ელემენტია, ხო, n-ში? კი ბატონო. უსასრულო ხო იქნება ისიც? დიახ. უსასრულო იქნება. რატო იქნება უსასრულო? იმიტომ რომ ერთელემენტიანი ქვესიმრავლეები რო აიღო, მარტო ერთელემენტიანი ერთიანი რიცხვი, ერთელემენტიანი ორიანი რიცხვი, ერთელემენტი ესენი ხო იქ ქვესიმრავლეებია ნატურალურთა სიმრავლის, ხო? და მარტო ეგენი იქნება უსასრულო და იქ კიდე მე ორელემენტიანი ქვესიმრავლეები, სამელემენტიანი, ოთხელემენტიანი და ქვეყანაა კიდე. მაგრამ კანტორის თეორემა ამბობს, რომ ის pn არის სხვა სიმძლავრე, უფრო დიდი იმ n-ზე. ნუ რადგან უფრო დიდია, ესე იგი სხვააც არის. ეს მეორე უსასრულო სიმძლავრე, ხო? დიახ. ეხლა ავიღოთ იმ pn-ის კიდე p. ანუ ყველა ქვესიმრავლეთა სიმრავლის, ყველა ქვესიმრავლეთა სიმრავლე. ეხლა ის pn-დან რო pn-ზე გადავედი, ისევ კანტორის თეორემის თანახმად, იქ ხო კიდე უფრო მეტი ელემენტი იქნება ვიდრე ამაზე. კი ბატონო. კანტორის თეორემა ამბობს, რომ x-ი რაც არ უნდა იყოსო, p-x-ში უფრო მეტი ელემენტებიაო. ამიტომ p-ს რამდენჯერაც გამოვიყენებ, სულ უფრო და უფრო დიდ სიმძლავრეებს მივიღებ. ესე იგი, განსხვავებულსაც, ხო, დიდი რადგან ახლა სიმძლავრე თავისზე მეტი ხო არ იქნება, ხო არ არის? ღებულობს სულ სხვადასხვა უსასრულო რაოდენობა სიმძლავრეებს. კი ბატონო. და მე ამგეს კიდე თუ გააერთიანებ, ხო, ის კიდე ესე იგი pn, ppn, pppn და ასე შემდეგ, ხო? ეგენი კიდე თუ გააერთიანე, კიდე ახალ სიმრავლეს მიიღებ, რომლის სიმძლავრე ყველა ამ თითოეულზე მეტია. ვთქვათ, ამას დავარქვათ s-ი. s სიმრავლე იყოს ეგ ყველა ამ გენის გაერთიანება. ეხლა განვიხილოთ ps-ი. იმას ხო კიდე s-ზე უფრო მეტი სიმძლავრე იქნება კანტორის თეორემის თანახმად. იმიტომ კანტორის თეორემა ამბობს, რაც არ უნდა იყოს x-ი, x მეტი სიმძლავრე აქვს და s-ზე გამოვიყენებ ამას და კიდე მეტი. მერე ps-ი და როგორ რამდენიც კიდე იმდენია ეს უსასრულო სიმრავლეების სხვადასხვა სიმძლავრის.
არის ძალიან ბევრი. ასე რომ ყველა უსასრულობა ტოლიაო, ასეთი აზრი რომ ქონდა ხალხს სანამ სიმრავლეთა თეორია ხალხს კი არა, უბრალო ხალხს კი არა, მათემატიკოსი. რომ ყველა უსასრულო სიმრავლის ერთგვარი რაოდენობა ელემენტების აქვს, ხო, ახლა ნუ თორე იქაც უსასრულოა, იქაც და ესე იგი ტოლია ბაცი ელემენტების რაოდენობა და თურმე სრულებითაც არა. ვერ დაამყარებ მათ შორის ბიექციას. კი ბატონო. ბოლო საკითხია წერია იქ, რა ვიცი, გასაგებად წერია და კი ბატონო. წერეთ გასაგებად, აზრი გადმოეცით გასაგებად. დაწვრილებით. იმიტომ რომ აქ უნდა იყოს, აქ თქვენი ცოდნა უნდა ჩანდეს, თორე ხანდახან ახლა მოკლედ დაწერეთ რაღაცას და ახლა ხო დანარჩენი ხო ახლა მიხვდება მასწავლე, მე მიხვდები, მაგრამ რას მიხვდები? მე თქო შენ არ დაწერე, შენ იცი თუ არა? მე კი ვიცი ის როგორ უნდა ეწეროს, მაგრამ მე იქ უნდა ჩანდეს შენ როგორ იცი ეს. ხო და ამიტომ დაწერეთ დაწვრილებით, გასაგებად, იმჟელეთ. სიტყვები შეიძლება შეამოკლოთ, მაგრამ მსჯელობას ნუ შეამოკლებთ. სიტყვები მაგათ დავუშვათ რომ ვთქვათ ეს ეკვივალენტობის მიმართებაა. წერ ამას, ხო? რომ მიმართ ეს სიტყვები შეიძლება შეამოკლე ხო თუ ვერასწრებთ რაღაცა, მაგრამ მსჯელობას ნუ შეამოკლებთ. თვითონ მსჯელობა ჩანდეს აქ. ეგაა მთავარი. შენ რას ეყრდნობი, რით მსჯელობ, როგორ ასაბუთებ? იცი თუ არა ის ცნება და ასე შემდეგ. დრო რამდენი გვექნება უკეთრევად? ბატონო? დრო რამდენი იქნება გამოცდის? 2 საათია შუალედურზე. გასაგებია, მადლობა. არაფერს განსხვავ. უკაცრავად, ერთი შეკითხვა მაქვს თვლადის სიმრავლეების თვისებებზე. თქვენ გვიან შემოხვედით ეგ ბევრი არა, გისმენდით, მაგრამ მაინტერესებს თვისებებს რომ ჩამოვწერთ, მაგ თვისებების დამტკიცებაც აუცილებელია? რა ვიცი, ახლა წაკითხulis გააზრების ამბავია. დამტკიცებით იქნება ესენიო და ახლა დამტკიცებით რო იქნება აუცილებელია, აბა რა არის? კარგით, მაგრამ არაფერს. და ჩამოვწერთო თქვენ ამბობთ, ახლა იქ ყველა კი არ შეგხვდებათ ეგ თვისებები. ერთი რომელიმე შეგხვდება დამტკიცებით. ის ერთი უნდა დაწეროთ დამტკიცებით. დამტკიცება აუცილებელია. იმისი, რომელიც შეგხვდებათ. აღარა გაქვს მეტი კითხვები? კითხვები არა გაქვთ? კარგი, მაშინ დავემშვიდობოთ აბა და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. დახვდებით, კარგად. დიდი მადლობა.